ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის, ეს ნდობა, თანადგომა და საერთო მიზნისთვის ბრძოლაა. საფეხბურთო კლუბ რუსთავის გოგონათა გუნდმა საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს მებრძოლი ხასიათი დაუპირისპირა და დღეს უკვე ერთ დიდ ოჯახად შეკრული 80-მდე მოზარდი საერთო წარმატებისთვის იბრძვის. გოგონები მწვანე მინდორზე, რა სირთულეების გადალახვა უწევთ მიზნის მისაღწევად და რა სამომავლო გეგმები აქვთ კლუბის წევრებს. ანუკი მასხარაშვილისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი. მე ვარ გუნდის კაპიტანი, ცენტრალური მცველი. პირველ რიგში უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი გუნდის მიმართ, რომ ნებისმიერ დროს გავამხნევო გუნდი, მოტივაცია მივცე, შემართება მივცე, რომ ხარისხიანი თამაში ჩავატაროთ. ერთ ოჯახად შეკრული მოზარდები საფეხბურთო კლუბ რუსთავის გოგონათა გუნდის წევრები არიან. მოედანმა მათ უკვე ასწავლა, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ეს ნდობა, თანადგომა და მიზნისთვის საერთო ბრძოლაა. ჩვენი გუნდის ძლიერი ხარე ის არის, რომ ძალიან შეკრულები ვართ და გუნდურები ვართ ძალიან და როგორც ოჯახი ცალკე ისეთია ჩვენი გუნდი. მოედანზე გოგონებმა ისიც გამოსცადეს, რომ შედეგის მიღწევას დიდი შრომა და ბრძოლა სჭირდება. ფეხბურთი ჩემთვის ყველაზე ლამაზი სპორტი არის, სადაც გჭირდება როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ბრძოლა და ამით გამოირჩევა ეს სპორტი. თამაშის 90 წუთი ერთგვარი გამოცდაა. ფეხბურთელებს საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში ეხმარება. ფეხბურთი მოედინიდან ცხოვრებაში გასწავლის იმას, რომ შეუძლებელი არაფერია და როდის რა მოხდება, არავინ არ იცის. შეიძლება ცუდიც მოხდეს, კარგიც მოხდეს, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შენ როგორ მოიქცევი. თავარია საკუთარი თავის გჯეროდეს და გწამდეს და არ უნდა დანებდე არასდროს. ცხოვრებაში შეხვედრიათ წინააღმდეგობები. ნაწილმა სტერეოტიპებთან გამკლავება სწორედ მებრძოლი ხასიათით შეძლო და ასე აღმოჩნდა სპორტის ამ სახეობაში. თავიდანვე გამოვხატა ინტერესი, რომ ფეხბურთზე შევსულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ დამიშალეს და მითხრეს, რომ არ იყო გავრცელებული გოგოებში და რატომღაც არ იყო სწორი და თავიდანვე არ მომეწონა ეგ ფაქტი და არ მესიამოვნა, რომ რაც მინდოდა, იმას ვერ ვაკეთებდი. მე ეზოში ბავშვებთან ერთად თამაშობდი, ხანდახან მაგასაც მიშლიდნენ ხოლმე. მაგრამ მე რო გადავწყვიტე, რომ ვერაფრით ვერ დავაწუნებდი, რომ შევეყვანე, გადავწყვიტე, ჩემი შევსულიყავი ჩუმად და ერთი თვის განმავლობაში დავდიოდი ჩუმად. მაგრამ მე რო გაიგეს უკვე მიხვდნენ, რომ აზრი აღარ ქონდა, იმიტომ რომ დავდიოდი კიდევაც და მე შეეგუე ამ ფაქტს და უკვე წინააღმდეგები აღარ იყვნენ. ალბათ როგორც ყველა ფეხბურთელი გოგო, მეც უბანში დავიწყე თამაში და ძალიან სპონტანური იყო ამ სპორტის არჩევა. მე უკვე ისე შემიყვარდა აქაურობა და ეს სპორტი, რომ ჩემი ცხოვრების ერთადერთ მიზნად დავისახე პროფესიონალური ფეხბურთელობა. ბავშვობიდან რო გავდიოდი ხოლმე გარეთ და თამაშობდი, სულ კარებში მაყენებდნენ და მეც გავიშთა ეს როლი, კარებში ჩამდგარიყავი. თამაშის დროს ხო, ერთიანი ძალებით თამაშობ, რა თქმა უნდა. კარებიდან რო იწყებ, ფორვარდამდე კარებიდან მიდის ბურთი, ხშირ შემთხვევაში და ესე გამოდის. ოჯახ დაამატე. მე ვთამაშობ მარცხენა ფლანგის შემტევად. მარცხენა ფლანგის შემტევს ბევრი რამე ვალება. უნდა შეეძლოს როგორც დაცვა, ასევე შეტევაც. კარში დასრულება, სწრაფი გადართვები, როგორც პასინგი, დრიბლინგი, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოზიცია არის ფეხბურთში და ყველაზე დატვირთული. ოჯახ. ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომ ხანდახან ისეთი შედეგია, რომელსაც არ ელოდები. ამიტომ საჭიროა, რომ შემართებით გახვიდე, მაგრამ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გქონდეს. ჩემი აზრით, მარცხი აუცილებელია რაღაც მომენტში, იმიტომ რომ შეიძლება ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად მიდიოდეს, მაგრამ რაღაც ეტაპზე რომ მარცხს განიცდი, მერე უფრო მეტად შემართებით ხარ და უფრო კონცენტრირებული და მოტივირებული ხარ. და მარცხი გასწავლის იმას, რომ ყველაფერი მარტივად არ არის და როდესაც დამარცხდები, არც ეს არის ტრაგედია, იმიტომ რომ აუცილებელია დამარცხდე, რომ რაღაც ისწავლო. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ალბათ იყო ერთ-ერთ გუნდთან, რომელთანაც ვაგებით პირველ ტაიმს 1-0-ს
და შემდეგ მეორე ტაიმის პირველ 10 წუთში გავიტანეთ 3 გოლი. და ჩემი აზრით ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გამოჩნდა რომ ბრძოლას და შემართებას საბოლოო შედეგი აქვს და მოვიგეთ ეგ თამაში. მოითხოვე. ხელით აჩვენე. 2023 წლიდან საერთო მიზნისთვის ერთად იბრძვიან. სხვადასხვა ჩემპიონატში მონაწილეობენ. თითოეული მატჩი თუ ვარჯიში არა მხოლოდ იმ მომენტის შედეგზე, არამედ მომავალსა და გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია, მით უმეტეს წელს ამ წელში ბევრი ახალგაზრდა გოგო დაგვემატა. რა თქმა უნდა, პერსპექტიულები არიან, მონტომებული არიან, ვარჯიში არიან ჩართული, რა თქმა უნდა, ბოლომდე. ჩვენც მიდგომა ისეთი გვაქვს, რომ გინდა არ გინდა აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს ჩართული ვარჯიშებში, შენი მაქსიმუმი უნდა დადო, როგორც თამაშებს ისე ვარჯიშებში. ლეონდელი მიზანი გვაქვს, რომ რაც შეიძლება დიდი ნახტომი გავაკეთოთ, არა თუ ჩემპიონატში, არამედ ანუ ბავშვებმა მოვუმატონ ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, რადგან ეს გუნდი არის პერსპექტიული, უფრო მომავალზე გათვლილი. ამიტომ ვცდილობთ ამ ერთიანობას, ამ გუნდურობას, ერთნაირად განვითარებას და უკვე მომავალი გვიჩვენებს რაც იქნება წინ. შეგვიძლია რომ ვიამაყოთ იმ ფაქტით, რომ საფეხბურთო კლუბ რუსთავიდან ძალიან ბევრი გოგონა არის სასაკომბრივ ნაკრებში და შეიძლება ითქვას, რომ ხელს უწყობთ ქალთა ფეხბურთის განვითარებაში, რომ ნაკრებს მერე შესაბამისად შედეგი ქონდეთ, მათ ქონდეთ ფეხბურთელებით მომარაგება და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ევროპულ სტანდარტებს დავეწიოთ და იმ საფეხურზე ვიყოთ, რასაც ევროპაში, მსოფლიოში მოითხოვს ქალთა ფეხბურთი. ჩემი პირველი გამოძახება იყო U15-ში, სადაც წავედით ხორვატიაში და ჩავატარეთ 3 თამაში. შემდეგ გამომიძახეს U17-ში და ვიყავით ჩრდილოეთ მაკედონიაში. რამდენიმე თვის წინ ვიყავი გამოძახებული 16 წლამდელთა ნაკრებში. ხორვატიაში ვიყავით წასული და ვითამაშაოდით იმ დღეს ისრაელს. 15 წლამდელთა გოგონათა ნაკრები პირველად გადიოდა შეჯიბრზე და სადაც პირველი გოლი მაგ ისტორიაში მე გავიტანე. ამიტომ ისტორიულ გოლად ჩამითვალეს. ზოგადად თამაშებზე არსად არ ნერვიულობ რა, თავდაჯერებული ვარ სულ და იმ ჯერმის დროსაც თავდაჯერებული ვიყავი და ჩემი ინტუიციაც კანახავდა, რომ კარგს გრძნობდი ყველაფერს. ასე უკვე თავიდანვე მეგონა, რომ გოლი იქნებოდა. და როდესაც დავარტყი, მართლა ძალიან შორს მომივიდა ეს ბურთი და კარში შევარდა. თავიდან ეს გოლი რო გავიტანე, ამჯერო და გაშიშებული ვიყავ, მერე გუნდელები მორბოდნენ, გახარებულნი და მეც მოვედი გონზე და ძალიან მიხარობდა. ნაკრებში გამომიძახეს U15-ში, ერთხელ ჯერჯერობით. რეაქცია ძალიან გამიხარდა, ძალიან შოკირებული ვიყავი თავიდან და ძალიან მიხარობდა ეგ. ძალიან ვცდილობდი, რომ ყველა ვარჯიში კარგად ჩამეტარებინა და რაღაცა გუნდში რო ვიყავი. მე ნაკრებშიც ეგრევე ვცდილობდი, რომ ყველა ვარჯიში კარგი მქონოდა, თამაშებშიც ასევე. თამაშებში ერთი სეივი მქონდა, როგორც მე მახსოვს, ისრაელთან გოლი. როგორც საფეხბურთო კლუბ რუსთავში გვიხსნიან, გოგონების ამ სპორტით დაინტერესება ბოლო პერიოდში გაიზარდა, მხოლოდ მათ კლუბში 80 სხვადასხვა ასაკის გოგონა ვარჯიშობს. სოციალური მედიაც ძალიან უწყობს ამ ყველაფერს ხელს და უკვე იმდენად ჩვეულებრივად გახდა ქალი ფეხბურთელი საქართველოში, განსაკუთრებით როცა ჩვენმა ბიჭებმა ევროპაზე ითამაშეს, აი მაშინდელი მერე იყო ბუმი შეიძლება ითქვას და დღეს საფეხბურთო კლუბ რუსთავში დიდ გოგონებთან ერთად დაახლოებით 80 გოგონა ვარჯიშობს, ყავს დიდ გუნდთან ერთად ასაკობრივი 3 ჯგუფი და ამით ნამდვილად ვამაყობ ქალაქ რუსთავით საფეხბურთო კლუბით და რა თქმა უნდა ჩემი გუნდით, რომელიც ამ ყველაფერზე მუშაობს. საბოლოო მიზანია ითამაშონ ცნობილ საფეხბურთო კლუბებში, ეროვნულ ნაკრებში საქართველოს სახელით იასპარეზონ და საკუთარი წარმატებით ქალთა ფეხბურთის განვითარებას შეუწყონ ხელი.